თურქეთში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების დღიდან ყველაზე რთული დილემის წინაშეა. უკვე მეორე დღეა, რაც დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავს. დემონსტრაციების მიზეზი ახალი სადავო კანონპროექტია, რომლის თანახმადაც ქვეყნის უმთავრესი ორი ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა ამიერიდან უკრაინის გენპროკურატორის ზედამხედველობით წარიმართება. კრიტიკოსების აზრით ეს ამ ორგანოების დამოუკიდებლობას შეასუსტებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვას გამოძიების პროცესების მართვის საშუალებას მისცემს. თავდაპირველად დემონსტრანტები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას თხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. კანონპროექტი ბრიუსელშიც გააკრიტიკეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევს განმარტებები მოსთხოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღიარა კანონპროექტის წინააღმდეგ წამოწყებული საპროტესტო აქციების სულისკვეთება და პირობა დადო, რომ პარლამენტს ახალ, უფრო დახვეწილ კანონპროექტს წარუდგენს. Я запропоную Верховній Раді України. უკრაინის რადას წარუდგენ კანონპროექტს, რომელიც იქნება პასუხი ამ აქციებზე და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის სიმტკიცეს. სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობაზე რუსეთის გავლენა ან ამ საქმიანობაში ჩარევის მცდელობები არ იქნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმა დაცული იქნება. დემონსტრაციებმა მოიცვა კიევი, ლვივი, ხარკივი და სხვა ქალაქები. საპროტესტო აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ. კორუფციის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ყველა სხვა პრობლემასთან, მათ შორის ომთან. ჩემი აზრით, კორუფცია იწვევს მკვლელობებს, ის იწვევს წარუმატებლობას ფრონტზე. ამრიგად, კორუფცია საკანონმდებლო დონეზე უნდა აღმოუხრათ. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურორის ოფისის საქმიანობაზე თავდასხმა პირადად ჩემზე თავდასხმაა. თავდასხმაა ჩემს მეგობრებზე, რომლებიც შეარაღებულ ძალებში მსახურობენ. ამრიგად, ჩემთვის ეს წითელი ხაზია. მიუღებელია. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ერთობის დაშლისა და ნავის რყევის შესახებ ნარატივები აბსურდულია, რადგან ნავს უკრაინის მთავრობა არყევს. პარალელურად უკრაინული და რუსული დელეგაციები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოლაპარაკებების მესამე რაუნდს მართავენ. პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაცია ცეცხლის სრულად შეწყვეტის აუცილებლობას კვლავ გაუსვამს ხაზს.